მარიამ, მოგესალმებით. მოგესალმებით ბატონო გელა. მოკლედ, თქვენ ამ წუთას დაათვალიერეთ თქვენი კაბინეტი. დიახ. როგორი კაბინეტია? კაბინეტი არის ულამაზესი და ისეთი, როგორიც თქვენს კომპანიას შეეფერება. და შენ სილამაზეს. შენ სილამაზეს. მოდი, გავაგრძელოთ. თქვენი ჩამოყვანა, საიდან ჩამოგიყვანე, რომ იცოდეს მოსახლეობამ? თქვენ ჩამომიყვანეთ ირლანდიიდან. აი, ირლანდიაში ცხოვრობდი 3 წელი. აი, უყურეთ როგორ არის. რატომ გქონდა სურვილი, რომ ჩამომიყვანე ირლანდიიდან? და ზუსტად ვიცოდი, რომ აი ამ საქმეს, რასაც შენ ჩაიბარებ, ზუსტად ვიცი, რომ გაუძღვები. ეს ერთი. მეორე, ჩვენ უნდა მივცეთ мотивация ახალგაზრდებს, რომ ისინი ჩამოვიყვანოთ რამენაირად. მე მაქვს, აი, ალბათ ერთი კაცი ვარ, მე ვისაც მაქვს პროგრამა, მაგას ჯერ არ ვიტყვი. აი, უყური როგორ არის, ახალგაზრდები კი არა, ყველა ვინც არის წასული, აი ჩქარი ნაბიჯით მოდიოდეს იქნება. ყველას უნდა საქართველოში მუშაობა, ყველას უნდა ხელფასი, ყველას უნდა იმ თავისი ცოდნა, რაც ცოდნა მიიღო, თავის ქვეყანას მოახმაროს და უბედურება რა არის იცით? აი ამ ცოდნას ახმართ სხვა ქვეყანას. და დაუფასებელია ის. მარტო ხელფასი ხო არ არის, როცა ეს პრაქტიკა მიღებული გაქვს, ცოდნა მიღებული გაქვს, შენს ქვეყანას უნდა მოახმარო. მაგრამ აქ ვერ ხედავენ ეს ახალგაზრდები და ამიტომ მიდიან ევროპაში. ახლა თქვენ ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ეს იურიდიული სამსახური პატარა საქმე არ არის. ეს 30 ახალგაზრდა გოგო ბიჭები უნდა ჩაიბაროთ. მას უნდა მივაბად ჩვენ ტურისტული კომპანია. ამის შემდეგ ავტომობილების როგორც გაყიდვა, ისე გაქირავება და ბევრი სხვა რამ. მაგრამ თავარი რა არის? როცა ვიქნები მე საქართველოში, მე ვიქნები პირველი პირი და როცა მე არ ვიქნები საქართველოში, მაშინ შენ იქნები პირველი პირი, ხო? მადლობა. და მე როცა ვიქნები, შენ იქნები მეორე პირი. კი. მოვრიგდით. მოვრიგდით. ოთახი კარგია. ნამდვილად. ძალიან კარგი გოგო ხარ. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, რომ დამიჯერე და სტიმული მიეცი შენნაირ კარგ გოგო და ბიჭებს, ვინც წასულები არიან. ეს არ არის შესწომა, ეს უნდა გაგიკეთებია, რადგან მე გითხარი, რომ მოდი ჩამოდი შენ ამას შეძლებ, დარწმუნებული ვარ, რომ შეძლებ. ჩვენ უკვე ახალი წელი გვაქვს, ეს ახალი წელი ჩავამთავროთ და დავიწყებთ მუშაობას და ჩაიბარებ მთლიანობაში აი ამ ჩვენს გუნდს. ჩათვალე არის ძალიან კარგი გუნდი, ძალიან ბევრი მიმართულებით და ეს ისეთი კარგი გოგო ბიჭები არიან, რომ ამათან მუშაობა არასდროს არ გაგიჭირდება. ეს არის იცოდე ჯეტური. ეს არის ჩვენი ბრენდი. ჩვენ ვარ ჯეტურის და 5 სხვადასხვა ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და საქართველოს გარეთ. აი აქ არის კიდევ წავბრძანდით, აქ არის კიდევ იურიდიული სამსახური, ჩვენ ეს დავათვალიერეთ და არის ძალიან კარგი ვიზუალურადაც და რაც ჭირდება აპარატურა ყველაფერი გვაქვს. აქ იქნება იურიდიული სამსახური, საგამომძიებლო, კერძო დეტექტივი და თუ ადამიანს ჭირდება რომ თავი გაიმართლოს, აქ უნდა მოვიდეს და აქ მისცემენ დასკვნას. ამ დასკვნაზე ხელს მოაწერს ამერიკელი, ბრიტანელი და ქართველი იურისტები. და აი ამას რომ ადამიანს დააკავებ, სასამართლოშიც კი არ უნდა წასვლა, იმიტომ რომ მათ ჭირდებათ ეს, რომ სხვას დაუმტკიცონ, ვიღაცას ოჯახს, ცოლს, მამას, პარტნიორს, რომ ესე მოხდა, მაგრამ აი გამამართლეს. და ეს ისეთი მტკიცე საბუთი იქნება, რომ ალბათ ვერასდროს რომ მსგავს ვერ გააკეთებდა და ვერ აიღებდა. აქ მხოლოდ იქნება სიმართლე. ამიტომაც ჩვენ ამას დავარქვით სიმართლის დრო და ეს დრო მოვიდა. რა სიტყვი, როგორ განწყობაზე ხარ? ძალიან ბედნიერი ვარ. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, რომ მომეცით შანსი ვიყოთ თქვენს კომპანიაში. თქვენს გვერდით მხარი დაგიჭიროთ და გავაგზავნოთ თქვენთან თანამშრომლობა და რაც მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ ჩემს სამშობლოში რო ვარ და ბატონი გელა ამაში ძალიან დამეხმარა და მართლაც რომ мотивაციას აძლევს ბევრ ახალგაზრდას დაბრუნდით თქვენ სამშობლოში, თქვენი ცოდნა
მოახმარეთ თქვენს ქვეყანას და ბატონი გევა იქნება თქვენს გვერდით ყოველთვის დაგეხმარება თამაში. მე მინდა რომ ყველა ახალგაზრდას შევპირდე ვინც წასულია ძალიან მალე. მე მაქვს პროგრამა, ხო გითხარი, მე მაქვს ესეთი პროგრამა, რომ ესე არ შეიძლება. ყველა უნდა ჩამოვიდეს აქ. თქვენნაირი ახალგაზრდები საზღვარგარეთ არ გჭირდება. განათლება იქ მიიღეთ, ახლა აქ უნდა გამოიყენოთ. კი, მაგრამ ეს სახელმწიფოს პრეროგატივაა, რომ ვთქვათ, რეალურად რომ დაეხმაროს იმ ადამიანებს, ვინც წასულებია და რომ ჩამოვა, სამსახური უნდა მივცეთ. არ უნდა ვიძახოთ ჩვენ დავიღალეთ, ხო, რამდენი წლის ხარ? 30 წლის განმავლობაში გესმის, ხო, ოპოზიცია, პოზიცია, იმისიანი, ამისიანი, აი, ეს იმისიანი და ამისიანი დამიჯერე დამთავრდება. აი, მე დამიჯეროს ყველამ, ვინც წასული ეს დამთავრდება. ესე არ შეიძლება. ეს ქვეყანა ჩემიც არის, შენიც არის და ქეთისიც არის და ყველა საქართველოში მცხოვრები, ყველა ეროვნების ადამიანებისთვისაც არის, მაგრამ ჩვენი ახალგაზრდობის, ჭკვიანი ახალგაზრდობის უმეტესობა არის საქართველოსთან გასული. ეს მე მწყინს ახლა გელაბარკალაიას რა უნდა, არაფერი არ მინდა. მე მინდა რომ თქვენნაირი ლამაზი, ჭკვიანი ახალგაზრდა გოგო ბიჭები იყოს მამასთან, დედასთან, შვილთან და თავის ქვეყანაში და თავის სასაფლაოს მიაკითხონ იქ მამის, დედის, ბებიის და ბაბუის. ეს უნდა ყველას, მაგრამ როცა ხედავენ რომ ამის საშუალება არ არის, ამიტომ გარბიან. მოდი პოლიტიკაზე არ გადავიდეთ, იმიტომ რომ თქვენ ახალგაზრდები ძალიან მალე ამას მოესწრებით. აბა ბედნიერად.